თქვენ დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს 1600. არაფერი არც გამისავ ჩარტაშტი და ჩარტასაცმელი არც არაფერი. რაც ზედმაცვია ესავა. რა უნდა ვჭამამზამთ? ყველაფერი წაიღო შეშიდან მოყოლა ყველაფერი 1500 ლარიანი მაცივარი გამიფუჭა 800 ლარიანი აგებდნენ თვალით ნახეთ მანდალაგია საერთის მანქანა გააფუჭა და რა ვიცი გარდიროვი კამოდი საწოლები ყველაფერი თელეგრამი წვიმდა და დილსებსაც მეზობელმა დავიდაფა და თავს უშველეთ ჩქარა გაიქეცით რიყე მოვარდა რიყე შესახია საერთოდ მარტინებს და გამოვცვიდით მაშინვე და მე უკვე ცოტა რო გადაიღო ცოტა რო დაწყდა და მოვტრიალდით რა იყო დაზარალებული და ნახეთ და ეს 32 დაკატანი ეგრეს დამჭო იმიტომ ბრაზობდი რომ აი გასახანი არ ამქონდა იქიდან ხიდიდან რო უყურებდნენ და წყალი აქედანაც მოდის იქიდანაც მოდის და სახმარებლად ხარავინა შემოდიოდა აი მაგიტომ ბრაზობდი რომ მე რო წყალი რო გავიდა მე ეონები რა უნდა დაგიხმარო ეხლა რა უნდა დამიხმარო მაშინაბა მეშინოდა რომ წყალმა არ წაიღოს დანარჩენი რა ყველაფერზე ხეს გაუსვავდი მაგრამ ის ბავშვი მეწოდებოდა არავის ყურადღებას არ გვაქვს ჩვენ უფრო გადაგარ ვიცით სადაჭრის და სადა რა ჩვენ მეუბნები გამოცდილება გვაქვს აქ ვემუქრება მოსახლეობას ემუქრება ერთი ადამიანის სიცოცხლე არ აჯობია მთელ გერტებს აიგარო ვერ შევაგნე ბილეთესა ვერც ადგილობრივ ხელისუფლებას ვერც იქიდან მიწოდიოდნენ ხოლმე კიდევ ვერც ვერც ადრე და ვერც და ძალიან ასწრის ახლა იმ ზუა და ძალიან შენ რა თათქია შენ რა თქია ზურაბი შულო ჩემ თვალწინ ატყუებს იმა ჟურნალისტს ახაო ნაპირ გამაგრება მიდიოდა რა მიდიოდა ხალხო ახარაკა ნაპირ გამაგრება მიდიოდა მაგრამ აბა მოვარდარი არავით აი ტრაქტორი არ გაკარებია ატყუებდა ჟურნალისტს ჩამოვარ ხალბატონო ჩამოსვლა ხო ჩამოვარ რა ტექნიკაზე დავბუდი ხალბატონო რა მეკენა ტექნიკას ჩამოსე ისეთ წყალში მოცურავდნენ რომ არ დავეხვდე და გადავჩენილიყავ ისეთ გულის ლოდები ბიჭო მან ვერ გავიდი მაგასაც ხელმოსულმა წყალმა დატვორა 60-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და საკამინამო ეზოები დაიტყორა პრივატიზებული ნაკვეთები, სადაც ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული რთველი და მოსავლის სახება სასემოდგომო კულტურების. მობილიზებული ყავს ტექნიკა, რომ ხეები ნაწილობრივ მაინც გაიწმინდოს, რომ მოსალოდნელია ამაგამ კიდევ მოხდეს წყალდიდობა და საფრთხეები წვიმების შედეგად, რომ გარკვეულწილად დაცული იყოს მოსახლეობა.